მოგესალმებით დიდი სიყვარულით, მოგიკითხავთ ყველას როგორ ხართ. მოდი ვნახოთ სექტემბრის თვის განხილვა. რა სიახლეები გექნებათ სექტემბრის თვეში. ჯერ ვნახოთ რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ. ანუ ვისაც შეგხვდებათ რა. და მინდა აღნიშნო, რომ ვიდეო არასდროს არ არის ძველი, შეიძლება 1 წლის მერე უყუროთ და რეზონირდეს. ანუ შეგიძლიათ თუ რეზონირდება, როცა გახსნით, მაშინ არის აქტიური და მაშინ უყუროთ. კი, მე ვწერ ახლა სექტემბერზე ამას დავუშვათ, მაგრამ შეიძლება რეზონირდეს შემდეგ თვეებზეც. მოდი ვნახოთ აბა როგორ ენერგიებში ხართ ახლა თქვენ. და კიდე ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ჩემი არხის გამოწერისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის და ვისაც არ გაქვთ გამოწერილი, ვთქვათ გამოიწეროთ. ანუ მეც დამეხმარება ვიდეოების გავრცელებაში. კი იცით ეს პლატფორმები როგორც მუშაობს, ანუ კომენტარით, ბევრი ნახვით, ეს ასევე მოწონებით მე სხვაებიც უფრო მეტად ნახულობენ რა. მოდი ვნახოთ რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ. და რა ენერგიებში იქნებით სექტემბერში. აი ჩემი ნეკერჩხლის ტარას ვკითხოთ. ზუსტად შემოდგომაზე დაღწერილი ისეთი ლამაზია, ძალიან მიყვარს. რა სიახლეები გექნებათ სექტემბრის თვეში. როგორ ენერგიებში გადახვალთ. ხმაურს არ ვიჩნევთ. პანჯარა მოგვსხია. ამას გითხოთ. სწავლა, კარიერა, სამსახური, ვისთვისაც რა არის აქტუალური, რა სიახლეები გელოდებათ მომდევნო 1 თვის განმავლობაში. ორი წარმოვიდა. კაი, ორი იყოს. ეს თორემ ვიღაცას ძალიან კარგი პერიოდი ეწყება ალბათ. ფინანსები. როგორ იქნება თქვენი ფინანსები მომდევნო 1 თვის განმავლობაში. და როგორ იქნება თქვენი პირადი ურთიერთობა მომდევნო 1 თვის განმავლობაში. ჩემი ხმა არ შეიმჩნია. ჯერ ძალიან ადრეა. დილა სპეციალურად გავუწევ თქვენთვის ადრე, რომ ვიდეოები ჩამოწერო. მოდი ვნახოთ როგორ ენერგიებში ხართ ახლა თქვენ. თქვენ როგორ ენერგიებში ხართ ახლა. ძალიან კარგი ენერგიებში ხართ. მინდა გითხრათ, რომ ზოგიერთმა შეიძლება ძალიან ბევრი რაღაცები გამოიარა, ბევრი სირთულეები ჰქონდა. იყო რაღაცები მის ცხოვრებაში, რაც თითქოს როგორ გითხრათ, იცით? იყო ბევრი სირთულეები თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ თქვენ თითქოს ახლა იცი როგორ ხართ, თითქოს თავიდან დაიბადეთ, განახლდით. ზოგიერთი შეიძლება იყოს ესეთ ენერგიებში, რომ სრულიად მიანდოს, ამყაროს და ღმერთს ყველაფერი და თითქოს ახლა არის დასვენების პროცესში და თითქოს როგორ არის იცი, რომ ავხსნა სწორად ნახეთ როგორი ენერგია მომდის ახლა ენდობა სამყაროს, ენდობა ღმერთს, რაღაცნაირად თითქოს ისვენებს და ცოტა ხნით არაფრის გაკეთება არ უნდა რომ თვითონ თავისით განვითარდეს მოვლენები თითქოს ჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება და რაღაც კარგის მოლოდინი აქვს, რაღაც ახლის მოლოდინი აქვს. თითქოს როგორ თქვა იცი, ზოგიერთი შეიძლება აკეთებდეს მედიტაციებს, ან რაღაც ისიც უსმენდეს, რაც მის სულს და გონებას ამშვიდებს. ზოგიერთი ელოდება, როგორ თქვა იცი, თავისი შრომის ნაყოფს. ზოგიერთი შეიძლება თავისი სიყვარულის ნაყოფს ელოდება. ან უნდა რომ ვისთვისაც აქტუალურია, უნდა რომ დედა გახდეს. რაღაცნაირად თითქოს ძალიან უნდა დედობა.
აი რაღაცნაირად ძალიან მშვიდ ენერგიებში ხართ. აი ვინც ძალიან რაღაცებს ნერვიულობთ და განიცდით. ვფიქრობ, რომ ეს თქვენი გაშლა არ იქნება, იმიტომ რომ აქ მომდის რაღაც ესეთი სიმშვიდის ენერგია მომდის. აი თითქოს როგორ გითხრათ, თქვენ შეიძლება კი გქონდათ ბევრი სირთულეები და იყო რაღაცა პრობლემები, მაგრამ ეხლა თითქოს იცით როგორ ხართ. აი აღარ ნერვიულობთ რა. აი როგორც თქვი, აი თითქოს სამყაროს მიანდეთ ყველაფერი, რომ დანარჩენი იმან გააკეთოს. და ნახოთ როგორ ენერგიებში გადახვევთ. კმაყოფილების ენერგიებში გადახვევთ. ცხრიანი თასების. აი თითქოს როგორ იქნებით, იცი? თვითკმარი, შევსილი სიყვარულით. აი თითქოს ის რაც გაკლდათ, შეივსებით იმ ემოციით და იმ სიყვარულით. აი რაღაცნაირად კიდევ უფრო მეტი სიმშვიდე და სიყვარული მოვა თქვენს სულში და თქვენს გულში. აი ზოგიერთთან შეიძლება იყოს ასე, რომ ის ძველი დამოკიდებულებები, ძველი მიჯაჭვულებები რაც იყო თქვენში და ვერ უშვებდით, აი თუნდაც ეს ეხებოდეს პირად ურთიერთობას, აი თითქოს ადამიანი ძალიან გულს გტკენდათ, ძალიან გტანჯავდათ, თქვენ ეს იცოდით, მაგრამ მაინც ვერ გადიოდით ურთიერთობიდან და ვერ წყვეტავდით ამ კავშირს. ზოგჯერ შესაძლებელია გიჩვენებოდათ, რომ აი ვიღაც აი ძალით გაკავებდათ, ძალით გაბამდავთ ამ ურთიერთობაში, აი თითქოს წასვლა გინდოდათ, მაგრამ თქვენზე არ იყო დამოკიდებული და არ შეგეძლოთ ამის გაკეთება. ვისაც ეს პრობლემა გქონდათ, აღარ იქნებით დამოკიდებული, აი თითქოს როგორ იქნებით, იცით ბედს მიენდობით რა. აი თქვენც კი იმუშავებთ რაღაცეებზე, მაგრამ უფრო მეტწილად ყველაფერს თავისი პროცესი ხო ჭირდება, აი თითქოს მომდის ესეთი შეგრძნება, რომ გავა ის პროცესი, რაშიც აი თქვენ ასე გრძნობდით თავს და გამოხვალთ ამ მიჯაჭვულობიდან, ამ დამოკიდებულებებიდან. თუ ეს არ ეხება პირად ურთიერთობას და თქვენ აი მაგალითად სამსახურზე იყავით ძალიან დამოკიდებული, ძალიან იღლებოდით, აი თითქოს ძალიან გიჭირდათ იქ გაჩერება, მაგრამ ვერ ტოვებდით და ვერ მიდიოდით, მიიღებთ გადაწყვეტილებას. ზოგჯერ თუ იყო ზოგიერთთან რა თქმა უნდა ყველასთან ისე არა, ცოტა კამათი გაუგებრობა, აი ქაოტური სიტუაცია, რაღაცები ვერ ლაგდებოდა ისე როგორც თქვენ გინდოდათ. აი ეს ყველაფერი აი თითქოს როგორი შეგრძნება მომდის კიდე იცით? იბრძოლებთ რა, ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ გამარჯვებული გამოხვიდეთ ამ სიტუაციიდან. ანუ სიტუაცია ყველას თავისი რა, მოდი დავამატოთ. აი კი თქვენ იმუშავებთ, საკუთარი საქმეებით იქნებით, აი დაკავებული თითქოს თქვენს გარშემო პრობლემებიც არ იქნება და თუ იქნება, აი რაღაცნაირად არც ამაზე არ ინერვიულებთ, აი რაღაცნაირად მომდის ესეთი ენერგია, რომ აი ძალიან მშვიდად იმუშავებთ და ანუ საკუთარ თავზეც იმუშავებთ, აი რის თქმა მინდა, იცით? პრობლემებს და რაღაც სირთულეებს კი არ გაექცევით, არამედ კარგად გაიაზრებთ, რატომ ხდება თქვენ ცხოვრებაში ასე, ანუ კარგად დაამუშავებთ რა. და ძალიან კარგი ენერგიებში იქნებით, მინდა გითხრათ. აი დიახ, კვერთხების მეფე, აი სამომავლოდ, აი მიხვდებით იმას, რომ თქვენს ხელშია ყველაფერი და თქვენ გაქვთ იმისი ძალა, ენერგია და პოტენციალი, რომ თქვენი საქმეები თვითონ მართოთ. თქვენ თუ ეს ეხება ურთიერთობას, ურთიერთობაში თქვენ შეგიძლია იყოთ მმართველი და აი როგორ გითხრათ, იცი, სიტუაცია დაამშვიდოთ, დაალაგოთ ისე სამომავლოდ, როგორც ანუ თქვენ შინაგახმას მოусმინეთ და თქვენ ნამდვილად იცით გამოსავალი იმ ყველაფრიდან, რაშიც თქვენ იმყოფებით რა. არ დავაკონკრეტებ, ანუ მე ენერგიებს ამბობ, სიტუაციას თქვენ თვითონ მიხვდებით რა. მოდი ნახოთ კარიერა. ეს ყველანი პირველი დამეტია. კარიერაში რა ხდება? გეტყვით ახლა. თქვენ შესაძლებელია ფიქრობდეთ მომავალზე კიდევ ახალი გეგმები, ახალი იდეები გქონდეთ, მაგრამ თითქოს განხორციელება გიჭირდეთ და რატომ გეტყვით? აი თითქოს გინდათ რომ სწრაფი მოქმედება გქონდეთ, სწრაფად იმოქმედოთ, მაგრამ აი აქ კიდე რაღაც მთვარის ენერგიაც შედის ამაში. აი თითქოს როგორ ხართ იცი, არ ხართ დარწმუნებული იმ თქვენს ჩანაფიქრში გამოვა თუ არ გამოვა. თუმცა თქვენ შესაძლებელია ფიქრობდეთ, რომ ამან ძალიან კარგი ფინანსური შემოსავალი უნდა მოგიტანოთ და ელოდებით კიდევაც თუ თქვენ მუშაობთ კლიენტებთან და
ანუ შეჩერებული იყო და არ მოდიოდნენ იმ რაოდენობით და რაოდენობითაც თქვენ ეს გჭირდებოდათ, აი თითქოს ეს იყო სპეციალურად იმისთვის, რომ აი თქვენ რაღაცებზე დაფიქრებულიყავით, დაგესვენათ, ბევრ რამეზე გეფიქრათ და აი თითქოს ახალი წყარო იხსნება თქვენში, ახალი შესაძლებლობები, ახალი შეგრძნებები, ახალი იმედები და ახალი შემართებით. აი თითქოს ისეთი ძალა გეძლევათ, აი რასაც მანამდე ვერ ხედავდით, ისეთი შანსი, ისეთი შესაძლებლობები, თუ თქვენ ახალი რაღაცის დაწყებას აპირებთ, აუცილებლად გამგივათ და მიაღწევთ წარმატებას. მოდი ნახოთ ფინანსები. ფინანსებში მოგიწევთ ალბათ არა, ზოგიერთს საქმეებით იქნებით დაკავებული, შესაძლებელია ზოგიერთს მოგიწევთ ბევრი მუშაობაც კლიენტებთანაც და ისედაც ნებისმიერ სამსახურში თქვენ რასაც არ უნდა ემსახურებოდეთ, აი თითქოს რაღაცნაირად უფრო მეტი შესაძლებლობა გექნებათ, უფრო მეტი შრომა მოგიწევთ საკუთარ თავზეც და მაგრამ თქვენ ამით ძალიან კმაყოფილი და გახარებული იქნებით, იცით? აი თითქოს თქვენი წარმატება შესაძლებელი აღნიშნოთ კიდევაც. აი ზოგიერთთან შეიძლება იყოს ასე, რომ თქვენ რაღაცით გახარებული და კმაყოფილი იყოთ. აი თითქოს რაღაცნაირად გაოცდებით კიდევაც თქვენი პოტენციალით, თქვენი შესაძლებლობებით, თქვენი ფინანსური ნაკადით და აი როგორ გითხრათ, იცით? მოდი დავამატებ. კიდევ როგორ იქნება ფინანსები? აი კარგი ფინანსური შემოსავალი იქნება, მაგრამ თქვენ ამისთვის კარგად მოგიწევთ მუშაობა. ტესტის ბოლოს რიანი კურთხების როგორ მოყავს ეს რიანი აი როგორ გითხრა, ადამიანი თვითკმარია, გახარებულია და ბედნიერი, აი თითქოს ისეთი ბედნიერება მომდის ამ არკანიდან, რომ აი ნახეთ დააკვირდით როგორი არკანია. აი ცისარტყელის ფერები, ლამაზი ყვავილები, აი გოგონა ისეთი გახარებული მოდის, აი თითქოს სამყაროს სიყვარულს და ენერგიებს შეეგრძნობს და აი რაღაცნაირად მომდის ესეთი სიტყვები, რომ მადლობას გადაუხდით სამყაროს თქვენი არსებობისთვის, თქვენი შესაძლებლობებისთვის და თქვენი წარმატებისთვის, ასევე ფინანსური შემოსავლებისთვის. მოდი ვნახოთ პირადი. პირად ურთიერთობაში თუ იყო ისე, რომ თქვენი ადამიანი, თქვენი პარტნიორი იყო თქვენზე განაწყენებული და არც თქვენ იყავით ნაკლებად, აი თითქოს რაღაცნაირად შეიძლება გული დაგწყვიტეთ ადამიანმა რა, მაგრამ თქვენ ელოდებით მას, როდის მოვა თქვენთან, როდის მოგიბოდიშებთ, მიხვდება თავის დანაშაულს. სექტემბრის თვეში იქნება ასე, რომ თქვენი ადამიანი შესაძლებელია მოვიდეს თქვენთან, კი ბოდიშიც მოგიხადოს და გითხრათ, რომ არ ვიყავი მართალი, არ ვიყავი სწორი და ბოდიში მოგიხადოთ, რომ გული გადგინეთ და ცუდად მოგეკეთოთ. მაგრამ თქვენ თითქოს როგორი იქნებით, იცით? აი თითქოს მის ბოდიშსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს. აი თითქოს ადამიანმა რო უკვე გადგინა, გულზე შეგეხოთ, აი რაღაცნაირად რაც არ უნდა ბოდიში მოგიხადოთ და რაც არ უნდა საჩუქრებით მოვიდეს თქვენთან და რაც არ უნდა გააკეთოს თქვენი გულისთვის, თითქოს ის წყენა ბოლომდე რაღაცნაირად მაინც ვერ ივიწყებს ადამიანი. ზოგიერთ შემთხვევაში კი არის ასე, რომ ივიწყებს, მაგრამ აი რაღაცნაირად ბოლომდე მაინც უჭირს რა იმ წყენის გაშვება და გაშვება შეიძლება აპატიოს ადამიანმა კიდევაც, მაგრამ დავიწყება ცოტა ისეთი მომენტია, რომ ადამიანი გულს გკენს, ვაღიაროთ, რომ ძნელია იმის გატარება და მე დავიწყება რა. ასევე თითქოს შესაძლებელია იყოს ასე, რომ ადამიანმა გითხრათ ისეთი რაღაც, რაც თითქოს ისედაც იცოდით. ცოტა შეიძლება გული დაგწყდეთ მოლოდინზე, აი რაღაცნაირად თითქოს უფრო მეტს ელოდებოდით მისგან. მაგრამ მოდი დავამატებებ. რას მეუბნები კიდე რა ელოდებათ სექტემბრის თვეში. მათ ვისაც აინტერესებს პირადი ურთიერთობა. არა გელოდებათ, აი თითქოს ისევ რაღაცნაირად, აი თითქოს აქ რო იყოს, რომ რაღაცა გრანდიოზული მოქმედება, ან რამე განსხვავებული ისეთი, რომ აი თითქოს კი მოვა ადამიანი თქვენთან, კი გეტყვის თავის გრძნობებს, შემოგთავაზებთ რაღაცებს, მაგრამ ეს არ იქნება ისეთი შემოთავაზება, აი რაც თქვენ გჭირდებათ და აი რაც თქვენ მოდი ასე ვიტყოდი, რომ ძალიან გაგახარებდეთ რა.
აი კი თითქოს აი გულის სიღრმეში აი მომდის ესეთი შეგრძნება. აბა დაუფიქრდით, ასეა თუ არა, აი თითქოს თქვენ თუ ქალბატონი უყურებთ, თქვენი მამაკაცისგან იცით მისი შესაძლებლობები, ძალიან კარგად იცით მისგან რა უნდა ელოდოთ. იცით რა ქმედება ექნება ადამიანს, მაგრამ აი თითქოს მაინც გიყვართ და მაინც გინდათ ეს ადამიანი. თუმცა გულის სიღრმეში იცით, რომ ადამიანს არ ექნება ისეთი მოქმედება, როგორიც თქვენ გინდათ და როგორიც თქვენ გჭირდებათ. აი თითქოს რაღაცნაირად ხართ იცით, კი გიყვართ ეს ადამიანი, მაგრამ თითქოს აი ზოგჯერ რაღაცნაირად მოწყენილად გრძნობთ თავს, ზოგჯერ ყოველთვის რა თქმა უნდა არა. არის ბედნიერი მომენტებიც ახლა ადამიანთან ვერ გაჩერდები ახლა ხო თუ სულ წენა და კამათია ახლა არის ბედნიერი მომენტებიც და ზუსტად ის ბედნიერი მომენტებია, როცა მე ვერ უშვებ მე ადამიანს რა ზუსტად თქვენთან იქნება შეხვედრაც, სასიამოვნო შეხვედრაც. აი თითქოს დაივიწყებთ იმ პრობლემებს, იმ სირთულეებს, ზოგიერთ შესაძლებელია რომანტიკულ გარემოში გქონდეთ კაიმანი. თუ თქვენი პარტნიორი თქვენი მეუღლეა, შესაძლებელია დაბრუნდეს სახში და თქვენ ეს ძალიან გაგეხარდებათ. აი თითქოს აი რაღაცნაირად თქვენი გულის მოსაგებად შეიძლება ყვავილებიც კი მოგიტანოთ საჩუქრად. მაგრამ თქვენ აი თითქოს ისე იცი რომ აი რაღაცნაირად არ გჭირდებათ მისგან საჩუქრები, არ გჭირდებათ მისგან ყვავილები, აი მისგან გჭირდებათ ყურადღება, მისგან გჭირდებათ ქმედება, იცით როგორი ქმედება, სერიოზული ქმედება. თქვენ არასერიოზული ურთიერთობა ნამდვილად არ გჭირდება. და შესაძლებელია ეს ყვეტდეთ გულს რა. აი კი თქვენ გინდათ კანონიერი სამართლიანი ურთიერთობა. ვინც არ ახართ მეუღლე, გინდათ რომ იყოთ მეუღლე და კანონიერი ურთიერთობა გინდათ რა, მოდი ასე ვიტყოდი. რასაც მე თქვენ გულით გისურვებთ. აი თითქოს იცით როგორი შეგრძნება მომდის. თითქოს ბედმა შეგახვედრათ ერთმანეთს იმისთვის, რომ სიყვარული გესწავლოთ, ბევრი გზა გამოგევლოთ ერთად. იმ სირთულეებს, რაც თქვენს ცხოვრებაში იყო, გაუძლებდით თუ არა, გაამყარებდით თუ არა თქვენს სიყვარულს და აი ეს კავშირი ესეთი შეგრძნება მომდის ახლა მე ამ არკანიდან, ის სადაც ბედის ბორბალია, მაგრამ სულ სხვა ენერგიები მომდის მე ამ არკანიდან. აი თითქოს როგორი შეგრძნება მომდის, იცი? თქვენ წყვილს, თქვენ სიყვარულს აქვს შესაძლებლობა, აქვს პოტენციალი, რომ განვითარდეს და თითქოს ბედი გაძლევს ამის საშუალებას, მაგრამ არჩევანი შენსია, რას გააკეთებ. აი თითქოს როგორი შეგრძნება მომდის, იცი? მაინც თქვენზეა დამოკიდებული. კი, თქვენ ბედით შეხვდით ერთმანეთს და ყველა შეხვედრა, არცეთ შეხვედრა არ არის, არც უბრალო და არც შემთხვევითი. ყველა შეხვედრა საჭირო იყო და ასე უნდა ყოფილიყო, მაგრამ აქედან მომდის ახლა ესეთი შეგრძნება, რომ აი თითქოს მაინც ყველაფერი თქვენ ორზეა დამოკიდებული. თქვენ რას გააკეთებთ? თქვენ შეგიძლიათ მისცეთ განვითარება თქვენს ურთიერთობას, პირიქით შეგიძლიათ რომ შეცვალოთ თქვენი ბედის წერა და თქვენი სიტუაცია და სულ სხვა გზით წახვიდეთ. აი გისურვებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას, კარგად დაფიქრდეთ. მე მთელი გულით გისურვებთ სიყვარულს, სიმშვიდეს და ბედნიერებას. აი თითქოს როგორი იქნებით ეს კმაყოფილი იქნებით საბოლოო ჯამში რა. აი მინდა გითხრათ, რომ გახარებულით და თქვენს იმპერატორს აუცილებლად ექნება მოქმედება. იმპერატრიცას თუ მამაკაცები უყურებთ, მაშინ თქვენც გააქტიურდით, გაახარეთ თქვენი მეორე ნახევარი, გაახარეთ მისი გული. კითხეთ მას რა უნდა, კითხეთ მას როგორი, აი იცით როგორ ზოგჯერ უნდათ ქალბატონებს რაღაცა, მაგრამ არ ამბობენ. რატომ იცით? იმიტომ რომ უნდათ რომ მამაკაცი თვითონ მიხვდეს. აი რატომღაც ეკჩვევა ბევრს არა, გალებს აქვთ რა. აი თითქოს უნდა რომ პარტნიორმა თვითონ გამოიცნოს, აი თუნდაც სადმე წასვლაზე, ან მოქმედებაზე, ნებისმიერ რამეზე, უფრო ძირითადად ქალებს უნდათ რომ მამაკაცმა თვითონ გამოიცნოთ, რა სურთ ქალებს და ზოგიერთ შემთხვევაში ზოგჯერ ჩვენ თვითონაც არ ვიცით რა სურს. ასე რომ ადვილი არ არის, მაგრამ როცა გიყვარს, ყველაფერი შესაძლებელია. მთელი გულით გისურვებთ სიყვარულს, სიმშვიდეს და ბედნიერებას.